2000 რომელი წელი იყო, ხო? 9 წელი იყო, როდესაც ეს დიდი ნებათა ღელვა ხდებოდა და ესე ვთქვათ, საკნის პროექტი იყო და მე ძალიან დიდი აქციები, საკნების, ის მე სტადიონი, ძალიან დიდი ესე ვთქვათ, მთელი შეურაცხყოფები, უბედურება, ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშწორება თუ ბომბების შემოყრა სტუდიაში თუ რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა გავიარეთ, მოკლედ და მაშინ ჩვენ ეს დაპირისპირება პრინციპში მოვიგეთ რა. მოვიგეთ იმითი მოვიგეთ, რომ მაშინ არ დაუშვით რა ფიზიკური დაპირისპირება ხალხში რა. ეს იყო მთელი ამბავი და ის სტადიონი ზუსტად ამისი მაგალითი იყო და წასვლა სამების ეკლესიაში და პატრიარქისთვის დაჯერება, რომ დაულოდებოდით არჩევნებს და რა თქმა უნდა, მე მოვიდა ბიძინა და შეასრულა ეს ამბავი რა. უკვე ფიზიკურად შეასრულა ეს ამბავი რა და მე მახსოვს, რომ ძალიან მაგარი ადამიანები ჩემ გვერდზე ვინც იყვნენ, ხო? და მით უმეტეს გოგოები, ქალები, ჟურნალისტები მით უმეტეს რაში გადიოდნენ ეს ადამიანები და როგორ კაცი რო ყოფილიყო კიდე მესმის, როგორ სიტუაციაში იბრძოდნენ რა, მაგალითად ნათია ლაზაშვილი, უმაგრესი გოგო რა, წარმოიდგინეთ ერთი წამით რო ჩვენ გვერდიდან არ მოგჯორებია რა. ძალიან მიყვარს, ძალიან მაგარი გოგო და დასტოინი ჟურნალისტია, ეკა ხოფერია. ძალიან მიყვარს ეკა ხოფერია. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო გამორიცხულია, რომ ეკა ხოფერია გვენახა აი ამ ჟურნალისტების მაგივრად, რაც ეხლა დღეს ამ ჟურნალისტების სფეროში ხდება, ხო? აი ეს არის შედარება გემოვნებისაც, ქვეყნის სიყვარულისაც და ასე შემდეგ. პირდაპირ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ ადამიანებს. ჩემ უსაყვარლეს შეიძლება ვიღაცა გამომჩეს და რა თქმა უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, ქალები, ვინც მაშინ ბრძოლობდნენ, მაგრამ აი განსაკუთრებით ეკა ხოფერია მახსოვს, რომ ამ ყველაფრის მერე ეს რომ გადავიდა და რაღაცა მერე მოვიდა ჩემთან და თავის გადაცემაში მონაწილეობა მთხოვა და ჩემზე აკეთებდა გადაცემას, მაშინ გია ყანჩელის პროექტზე აკეთებდა გადაცემას. ხო და ჩემთან იყო საგურამოში ჩამოსული და ცალკე სტუდიაში ჩემზე გადაცემა გააკეთა და აი ეს კლიპი, რომელიც ეხლა მინდა რომ გაუშვა, ხო და აი ამ კლიპის სახელი უცბად გააკეთა ეკამ ეს რამოდენიმე საათში რა, იმიტომ რომ ამ კლიპზე არ მიმუშავია და ესეთ პროფესიონალურად არავის არ უმუშავია უბრალოდ აი ამ სიმღერის ვიზუალურ მხარეზე, კლიპიც არ ქვია ამას რა. უცბად რაღაც კადრებით ააწყო ეკამ და დიდი მადლობა მინდა ამისთვის უთხრა რა. ყოფნა არ ყოფნის დრო. ესე ქვია ამ სიმღერას და პრინციპში ყველაფერია ეს მთელი ჩვენი ეს გავლილი ამბავი, მთელი ჩვენი ცხოვრება უარესად თუ უკეთესად თუ რა, მე ყველაფერი მიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემი გავლილია და ის ცუდის და კარგიც საბოლოო ჯამში დღეს კიდე რაღაცას შემიძლია რომ გავაკეთო და მაინც ბოლომდე შევესწრები გავიტანო ჩემი მრწამსი, ჩემი რწმენა, რაც მე ჭეშმარიტი მგონია, რაც მე სამართლიანი მგონია და ყველას მადლობა მოგიხადოთ ამისთვის, ვინც იღებდით ამ ყველაფერში მონაწილეობას რა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბექა გოცირიძეს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბასას, არავითარ შემთხვევაში მაგათი სახელები არ დავიყოს მივიწყებული, რომ ეს ამდენხნიანი ბრძოლა არის ერთი ბრძოლა. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, სანამ ამ დამთავრდება და რაღაცა აი ამ საშინელი ტალღებიდან არ გამთავისუფლდებით, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ეს ბრძოლა მიდის და მიდის ისევ დღის წესრიგში. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა გოგა გენაცვალე, აუცილებლად ვიბრძოლებთ იმ ბავშვებისთვის იმ თეატრის დაბრუნებაზე. ყველას ვთხოვ, რომ ეს უყურადღებოთ, არ დატოვოთ ძალიან გთხოვთ რა, ეს არავის არ გვჭირდება რა და ამისგან ფულის შოვნა არავის არ გვჭირდება, ეს ჭირდება ბავშვებს რა, რომ აღიზარდონ ისეთები, როგორებიც უნდა აღიზარდონ რა. თიკა რუხაძესაც ვთხოვ და პრემიერსაც და რა ვიცი, ყველას მინდა რომ გთხოვოთ ეს ამბავი, რომ
რაც არის ჩვენი და შოთიკოს გაკეთებული თავის მხრებით, თავის ძალღონით და თავის ყველაფრით, ის თავის პატრონს დაუბრუნდეს რა. არ ვიძახი რომ საკუთრებაში თუნდაც რაღაცა გაგვეული დროით, რაღაცით რა, არენდით და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ამბავი ძალიან მაგარი იქნება. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით აი ამ რაღაცა ჩემი გულიდან ამოძახილი სიმღერით და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას. ღმერთი არის ჩვენთან, არის და იყოს კარგად ბრანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. წავა თუ მოვა, ყოფნა არ ყოფნის დრო. შავი დაბნელი საცერედ იცრება დრო. იქნებ მეტიც, შეგვეძლო, გაგვეძლო. იქნებ მართლა უდროობა დრო. მაინტერესებს ეს ცისარტყელა. რანაირი და ან რაფერია. ცუდის სოფელი თუნდაც ნობელის. მარტო მტვერია, არაფერია. სარკესთან ვდგავარ, გაურებული. კონფლიქტში მოდის თვალი თვალთანა. სარკიდან ვიღაც გაოგნებული. ჩემივე თავი მიღერებს დანას. შენი გულისთვის უკუღმა ამოდის მზე. შენი გულისთვის უკუღმა ტრიალებს დრო. შენი გულისთვის ღამეს ეცვლება დღე. შენი სახელი სიყვარულია. ერთადერთი ხარ კაცში ღმერთი ხარ. ნაზარეველო ჩემი ღმერთი ხარ. შარები ციხის კარები და საგნის ნარები. უძაღლო კატები და გიენები და ისევ სხვისიანები და ჩემიანები. ვიცი რომ წავალ და ვერ შემაჩერებს გზა. ისიც ვიცი რომ ჩემს მერეც იღელვებს ზღვა. უმადურები ამომაცლიან გულს. მაინც გავივლი მე ჩემს გასავლელს რთულს.
მაშ გადაეცით მას ვინც იქ წავიდა ერთი კითხვა მაქვს როგორ ვიცხოვრო დღეს სამიდან ოთხში გზა გადავიდა სხვანაირია აქ ხამეცსა და დღეც ჩემი და შენია ეს სიტყვა სამოთხე ჩემი და შენია გარდავიცვალე მხოლოდ ქართველებს ჩვენა გვაქვს ეს სიტყვა უფალი და მხოლოდ შენ ხარ შენი თავისუფალი